ქართლის თამაში რაც ხდება. სიამოვნებაში ეს პროგნოზირებადი იყო, რომ ყობახიძე რაღაცნაირად მართლა რეალურად პირველი კაცი გახდა იქ ბიძინას მერე და შესაძლებლად ახლა მისი წესრიგი ყარდება ბევრად უფრო აქტიურად და ბევრად შეიძლება უფრო უხეშად, ვიდრე ამის მოლოდინი გვექნებოდა, ხო? ყობახიძის ის ხასიათი, რომელსაც ავნეს ხოლმე შლეგური, მათ შორის მის პარტიის შიგრით ამ ძალაუფლებისთვის გამოიხატა. ბიძინა რომ მოვიდა და იქ რომ ის ოთხეული მუდმივ მადლობებს რო უხდიდა და მადლობა და აშკარად რო ეთყობოდა, რომ მის კარზე ვინ დარჩებოდა, ეგ ირკვეოდა სინამდვილეში ეს წინასაარჩევნო მათ კამპანიას ძალიან კაფეოდ ეთყობოდა. ეხლა უკვე რაღაცად მოიცალეს ამ ამბისთვის და კაფეოდ ბიძინა მიცა ყობახიძეს ყველაფრის კეთების უფლება. ყობახიძემ სავარაუდოდ მას უთხრა, ვის რა ფული აქვს წაღებული, დაუთვალა პრემიერობის დროს ყველაფერი და შესაბამისად ეხლა ყობახიძესთვის აქ ბიძინას ვთქვამ, რომ ამ ამბავში შენ ბოლომდე ჩამყევი და მიდი ეხლა ბოლომდე გენდობი და მიმდგარი ეხლა ყობახიძეს. ზოგადად ბიძინა უყურეს, რომ პარტია არის ყველაფერი და შესაძლოა შენს თუ რამე განსხვავებული ხედვა აქვს, მიდი მის პარტიაში და იქ ამტკიცე, იქ აქვს საკუთარი პატარა მცირე სახელმწიფო და იქ ვინ მის რაც დაერევა, ამაში დიდი ის არა აქვს, რა შეიძლება უშვებს ეგეთ საკითხებს და ვიღაც ძალაუფლებების გადანაწილებასაც აკვირდება. ეხლა ყობახიძეზე აშკარად ფსონი, ჩვენ ყავს ეხლა ყობახიძე, რომელიც დაწერილი კონსტიტუციაში ვარცხებობთ, რომელიც არის პრემიერი, რომელიც მართავს პარტიას, სუსი მის ხელშია და მოკლედ ყველაფერი მის ხელში მოხდა. შესაბამისად, ახლა მე დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განსჭვალული, არ ვიცი რა ყობახიძის ქოცობა რატო იქნება უკეთესი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისათვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას უყურებთ. რაღაც ძალიან დიდი იმით არ ვარ, რომ აქ ჩვენს გამოხდება ეს ყველაფერი და მათი შლის პროცესიც. ცხადი აქ სიამონეს ერთმანეთს არიან დარეულები, სულ ამ დღეში იყვნენ მაგის პრობლემა არ არის. აი ხაბეიშვილს რაც ჰქონდა, იმიტომ ვკითხულობ, რომ თვითონ ლევანსაც აინტერესებს გამოხმაურებები, შეთავაზება გედედეს თანამშრომლობა. მე ჯერ პროცედურულად ვერ ხვდები ვის აქ იმის უფლება, რომ მსგავსი ტიპის დაპირება გასცეს და ეს პროცედურულად ამის გაკეთების უფლება რამდენად საერთოდ კონსტიტუციური ეგეთ რამე. ჩვენ ხო ისეთი სახელმწიფო გვინდა, სადაც განჭვრეტადი კანონით და ისეთ ხდება ხო ყველაფერი სამართლიანად. რაღაცას ესე ვიღაცას მე პოსტლეზე ფულს მივიდეთ აი მაგ ეგეთი სახელმწიფო მე არ მინდა. მეორე მხრივ მე არ მჯერა რომ შემდეგ იმ ადამიანს სამსახურიდან გააგდებ, რომელსაც გუშინ 200.000 მიეცი და ის კაცი გეტყვის რომ ეხლა ხო კარგად გამოგადექი 200.000 და დამაჯილდოო და მოდი დავრჩები ბანემ შენ სისტემაში. ეგეთი თანამშრომლობა ეგ არის თუ არის ამის თანამშრომლობა, ხო? კი, იქნება კაი მიზნის, მაგრამ ეგ არის პირველი გამოხატული თანამშრომლობა, რომ შენ დაჯილდოვდები თუ ჩვენ მხარეს გადმოხტები, როცა კი შეამჩნევ რომ ჩვენ მოგებისკენ მივდივართ და ჩვენ ნახეთ ეგეთი გაქოცებული ხალხი და არ არის ეგეთი სისტემა კარგი. რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც დღეს მივტყავდა, იმას ფული აქეთ მიცედა ჩემსკენ გადმოვიდეს. ეგეთი ჩემსკენ გადმოსული ადამიანი არ მჭირდება, არ მინდა. თუ იგებ ისედაც. შენ უნდა მოუგო ას და იდეას და იდეას ესე უნდა მოიგო, ხო? თუ ეხა წამჯერ ეგ ყველაფერი დგას იმ რწმენაზე, რომ იმან უნდა ირწმუნოს, რომ შენ იგებ და შენ დარბევა ამაგ გადააფიქროს პირველ რიგში და ფულის მიმცემიც იმიტომ ხარ, რომ ის დარწმუნებულია, რომ ხვალდაზე შენ იქნები ხელისუფალი. და ამის წმენა თუ აქვს, იმის წმენაც ექნება, რომ ხვალ მე თუ ვგებ იმას, მე დავიჭერ და იმიერახს ისედაც დადებს იმიშიში, თვალ ესენი მოდიან და ჩემს როლას ვერ გაბედავს და თუ ამის რწმენა არ აქვს, სასაცილოდაც არ ეყობა ეს დაპირებები. ხა იქ მისთვის იგივეა, სადღაც რაღაც თამაში რაღაც ქულები და ისინი ვარცხებოს ვაშლები და რაღაცები. ბარათზე ეგეთ რაღაცების დაპირდა ადამიანს, რომელიც ან იქნება, ან არ იქნება. ხო, მაგრამ უნდა ირწმუნოს ამისი, უნდა ირწმუნოს, ვიდრე შენაწყობ რევოლუციას, ეს ძალიან ცხადია, ძალაუფლება შენს ხელში გადმოდის და უნდა შეშინდეს და არ გესროლოს. ხო და არ მგონია რომ თუ მაგას ასხივებ, ისედაც შეეშინდება და დააგდებს მაგიარას და თუ მაგას არ ასხივებ, არჩენ იმის არ ეჯერება, რომ ფულს მიცემ და გარდა ამისა, თუ ეგეთი ტიპის თანამშრომლობებზე მივდივარ და მზად ვარ, მოდი მაშინ პირდაპირ უთხრათ მაღალჩინოსებს, რომ ფული შოვნას არ დაუშვით და ჩვენ დროსაც გააგრძელებთ ფული შოვნას და პირდაპირ გადმოვიბაროთ ეს ხელისუფლება. ბიძინას უთხრათ, რომ მაგალითად მის ქონებას არანაირი საშიშროება არ დაემუქრება ეს დავპირდეთ და პირიქით როგორც აქამდე აგრძელებდა ფულის კეთებას, ესე გააგრძელოს და გადმოგვაბაროს ხელისუფლება ეგ იმ კაც აწყოს. მოდი მაშინ მივდგეთ ასეთი ტიპის დაპირებებით პირველ შრესთან. რაღა რობოკოპ უსდიო ვიღაცებს და სადვარ კი იარაღსო დამივიდეს. ეხა ეს დააგდებს და ჩათვალა რომ კი მის მომწყიდველი ვარ თუ არა. რობოკოპს დევას ამიდეთ, მაშინ მივადგეთ პირდაპირ ბიძინას. შეიძლება მანაც დაგთახდეს რომ თუ ის რაღაცა ფული გაუყინეს, ყველაფერს ვეცდებით რომ ის ფული გაუცოცხლონ და რაც კი სანქციები არის, მოდი ვეცადოთ რომ ეს სანქციები მოეხსნას და მაშინ ამ კაც დავყიდეთ ეგ ყველაფერი. იქ მოდის ხო? ან ხო არის რაღაც პრინციპები, ამ პრინციპებს ან გადადიხარ, ან არ გადადიხარ და არ მინდა რომ გადავიდე იმ კაცთან მიმართებაში, რომელიც აგერ თვეების წინ ეკნებში მიტყავდა მე კონკრეტულად ცოტა ამას 100 წელი არ ვიზამ. აი ეგეთი შეცვლილი სახელმწიფოზე მე არ მჯერებ. და არც იმის რომ მე იმათ ვინმე გააგდებს, ის დარჩებიან სისტემაში და მე აქეთ ხარეს გადმოვარდებიან და არ ვიცი ის კოალიციური ხელისუფლება რამდენდე გაძლევს რა ფორმით, მაგრამ ვიღაცა პარტიის იმათ მაინც დარჩება მონად და გააგრძელებს იმის სახელით ყმას. ეგეთი ადამიანია.